გამარჯობა მეგობრებო. ეხლა ესე უცებ პირდაპირ დავაყენე შტატივზე კამერა და გადავიღო სიზმართან დაკავშირებით უნდა მოგიყვეთ რაღაცა რა. ესე იგი, ამ დილაზე ვნახე ისეთი ტიპის სიზმარი, რომ გავგიჟდი რა, შოკში ვიყავი, თვითონ სიზმარში ვიყავი შოკში. ვიცი და მესმის რომ თქვენს მსგავს ანალოგიურ საინტერესო სიზმრებს ნახულობთ, ანუ საუბარი არის აქ იმაზე, რომ ეს უკვე აღარ არის რაღაცა გამოგონილი ზღაპრები, ეს არის ჩვეულებრივი რეალობა, რაღაცა მულტივერსის მსგავსი, სადაც ჩვენი ცნობიერი შედის, ეს არის ფაქტი. საერთოდ რელიგიური გაგებით აქ, რა თქმა უნდა, დემონები ფიგურირებიან, ანუ დემონურია სიზმრები და რა თქმა უნდა, ყველანაირი ილუზიის შექმნა შეუძლია დემონებს, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. და ამ სიზმრებში რა თქმა უნდა, დემონებიც ფიგურირებენ, ზოგი სხვადასხვა პერსონების სახით, ან სიტუაციას ქმნიან, ან თვითონ სამყაროებს აწყობენ, არ ვიცით ჩვენ თვითონ დემონები რა დონეზე, ესე ვთქვათ, ზემოქმედებენ ამ სამყაროზე, სადაც ჩვენ შევდივართ რა. იმიტომ რომ ანუ ამ სიზმრებში ზოგიერთი ლოკაცია ჩვენთვის ნაცნობია, ზოგიერთი უცნობია. ეხლა პირველ ორს მოვყვები და მე უნდა მოვყვე სიზმარი და მე სიზმრა. და აი რა მოხდა გეტყვით. პირველს მოვყვები რომ ესე იგი რაღაცა წინა დღეებში მე ჯერ ყოველ ყოველ ღაშუ აღამეზე და მე დილაზე ხომე სიზმრება სიტყვაზე ანუ ზოგს სიზმარი საერთოდ აღარ არის სიზმრება ზოგი ისეთ სიტუაციაში მე ეხლა ამ ეტაპზე ისეთ სიტუაციაში ვარ ყოველ ღამე ვარ აი სადღაც სხვა რეალობაში რა აქ რო წდება რეალობა და ვიძინებ ესე იგი იქ ვიღვიძებ და იქ ვაგრძელებ ცხოვრებას რა თქმა უნდა იქ მე გადასვლები ხდება მომენტალური ფრაგმენტები ისინი ესენი ხან ყოფილები დაგესიზმრება ხან შეყვარებულები ხან ვიღაც ძველი ნაცნობები მეგობრები ისეთი 20 წლის წინანდელი რაღაცა კურსელი იყო თუ ვიღაცა ტიპი დამესიზმრა თან სად იყო აღარც მახსოვს ცხოვრებაში რო აღარ გამახსენდებოდა პერსონაჟად მომევლინა საერთოდ სიზმარში რაღაცა ინტრიგები აიხლა და მოკლედ ერთი იყო რაღაცა მანქანები დრიფტაობდა ეს ახლა სამი გეტყვით რაღაც მანქანები დრიფტაობდა და აი მარველის ფილმებში რო აი განსაკუთრებით დოქტორ სტრენჯის ფილმი რამდენიმე ორი ფილმია მე მგონი ხო თუ სამი ფილმში არის აი რაღაცა ჭყვიალა აფეთქების ეფექტი იმდენად რეალური ეფექტი იყო ეს რომ აი ნუ რაღაცა წარმოუდგენელი აი მანქანები დრიფტაობდა და ხეებში აფეთქდა აი მარվել სტუდიოს ფილმის ისეთი ეფექტი კი არ და სპეცეფექტი ვნახე ეგეთი რამე არ ვიცი და ძალიან რეალური იყო. კიდე ბევრი რამე იყო რაღაცები მე მავიწყდება ყოველ დღე. დღეს არა და გუშინ დამესიზმრა, ესე იგი. აი დაახლოებით როგორ პერსონაჟი იცით? გალაქტიკის მცველებში რო პერსონაჟები არიან იქ კოსმოსში, ხომალდებში რო პერსონაჟები, სხვადასხვა ტიპის პერსონაჟები. რაღაცა ეგეთი თითქოს და რაღაც სახელოსნოსავით ჰქონდა ახლა დიდი არ იქნება ვიდეო, მაგრამ სახელოსნოსავით ჰქონდა ტიპი იყო წვერებიანი, თითქოს რაღაცა ტყავის სახელოსნოსავით ჰქონდა და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთი 5 თუ 10 წუთი გამართული დიალოგი მიდიოდა მაგ ტიპთან, ანუ ველაპარაკებოდი რა. და ესე იგი ეს წვერების ეფექტი, აი სულ დეტალებში ვხედავდი ტიპს, ერთი 10 წუთი ველაპარაკე. აი ველაპარაკე, აი ნაწყვეტების გარეშე რა. იმდენად რეალური იყო, ეს ჩვეულებრივი არა თუ რაიმეს რეალობა იყო რა. მაგრამ ეხლა ვაფშე სასწაული. აი ახლა ამ დილაზე უბრალოდ მეთქი შტატივზე დავაყენე, იმიტომ რომ ხა საწოლიდან რომ გადამეღო, ხელები უნდა მექნია და ვერაფერს ვერ მიხვდებოდა ადამიანი. მოკლედ ახლა დახრა რა მოხდა სიზმარში სიზმარი რა. მოკლედ რა, ჩემ ერთ-ერთ ბინასთან, მოკლედ, ჩემს ერთ-ერთ ბინასთან ახლა უყურეთ რა ხდება. აქეთ ბესედკა არის, ჩემს ერთ-ერთ ბინასთან ვდგავარ, აი ხეების ძირში რა. აი აქ ვდგავარ ხეების ძირში. მოდი ესე გავაკეთოთ. და ლაზერი ჯობია მივანათო. რომ ხმა უკეთესად ჩანდეს რა, ეს წამს. ლაზერი მოვიტანო. ჯერ მიკროფონი არ მაქვს და აი ესე მოდი ესე გავაკეთოთ. რომ ხმა კარგად ისმოდეს და შორიდან არ იყოს. ესე იგი ნახეთ რა ხდება. ვდგავარ აი ამ ლოკაციაზე. აი ამ ლოკაციაზე ვდგავარ ჩემთვის რა. თავი გონია რეალობაში რა, ჩვეულებრივად რეალობაში. და აქედან გამოდის ერთი ადამიანი და აი ეს რო გამოვიდა მე გამახსენდა ჩემი სიზმარი. ანუ აი აქ მე უკვე სიზმარი მქონდა დასიზმრებული, ანუ როგორ ვთქვა, სიზმარში ხო ვიყავი, იქ მეძინა და სიზმარი დამესიზმრა და ჩამოვედი ეზოში. ეხლა უყურეთ.
მე მესმის რომ შეიძლება ადამიანმა იფიქროს რა სისულელე ვიდეოებს იღებსო, მაგრამ ვისაც ეს ანუ შოკი მიგიღიათ სიზმარში, ის ხალხი დამერწმუნება რომ ეს არ არის სისულელე. მოკლედ, დილაზე თუ შუადღეზე თუ დღისით ხდება, ჩამოვდივარ ეზოში და დგავარ აქ. და რაღაც მე გამახსენდა რომ რაღაცა დამესიზმრა. და ამ ჩემმა დასიზმრებულმა თვითონ სიზმარში დაიწყო ახდენა. მოკლედ, აქედან ჩამოდის ორი ადამიანი რა სადარბაზო, ეს არის სადარბაზოება პირობითად, ეს არის კორპუსის კედელი, სადარბაზო. აქეთ ბესედკასავით დასაჯდომ, იქით საცხობი იყო, დასაჯდომები, მანქანების დასაყენებლები და ასე შემდეგ. ეხლა ამ ჩანაწერს რატო ვაკეთებ, იცით რომ აი მე ვგრძნობ რომ ანუ სიღრმეებში უფრო წავა ეს სიზმრები რა და მინდა რომ ეს სხვებისთვისაც საინტერესო იქნება და თან პლუს ჩანაწერები დამრჩეს რომ სიზმრების არქიტექტურა ჩვენ ანუ როგორ არის აშენებული ეს სამყაროები მინდა რომ ეს გავიგო რაღაცა ბოლომდე ვერ გავიგებთ ვერასდროს ალბათ მაგრამ ნაწილობრივ მაინც ანუ შესწავლას ემსახურება და ეს ინფორმაცია უნდა დარჩეს აქ აუცილებლად რა ეხლა ამას ახლა ჩემთვის გადავიღო და სადღაც აი ფაილებში რა ჯანდება თვინდა დავდებ უყუროს ხალხმა და YouTube-ზე იქნება თან რა ეს ახლა დაუგეგმავ. მოკლედ აქედან გამოდის ორი პიროვნება. ეხლა ნახეთ, ერთი პიროვნება, ერთი ჩემხელა ბიჭია, რომელიც ადრე ამ კორპუსში ცხოვრობდა და ნუ მაგარია როგორ ტიპია, ეს ახლა პირდაპირ ვილაპარაკებ, აი ძველი ნაცნობია, მაგრამ ის მე ვერ მიტანს და მე იმას ვერ ვიტან რა, მაგრამ ხო ახლა ნუ ახლა ანგელოზის როლის თამაში არ დავიწყოთ, პირდაპირ ვილაპარაკებ საქმეზე. კრიტიკა არ დამიწყოთ. ანუ ტიპი არის ჩვეულებრივი კრისა რა, იმისთვისაც მე ანალოგიური ვარ და ჩემთვისაც იგივე ანალოგია არის. ის ტიპი არის მინდა ჩვეულებრივი კრისა, ინტრიგანი რა, რომ როგორ წააჩხუბოს ხალხი ერთმანეთს მთელი ცხოვრება მაგას რო ცდილობდა რა. და აი საინტერესოა რომ ზუსტად ეს პერსონაჟი გამოდის სცენაზე. უყურეთ, გამოდის ეს პერსონაჟი ნომერი პირველი დავარქოთ, ჩემხელა ტიპია და მეორე ტიპი დაახლოებით კი არა 10 წლით დიდი მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში პირადად მე არ ვიცნობ და არც ის არ ვიცნობს მე, ანუ პირადად მე არ ვიცნობ და არც ის არ ვიცნობს, მაგრამ მე ინტერნეტიდან ვიცნობ ერთ ქალს ვიცნობ, ვისი ქმარიც არის ეს კაცი რა, რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა საქმიანი რაღაც ლაპარაკი და ვიცი მისი საქმიანობების და მოკლედ მისი რეალური ცხოვრების შესახებ ბევრი რამე ვიცი რა და არის ნუ რაღაცა მომენტში ცოტა უარყოფითი პერსონაჟი რა. არის ზოგადად თან კარგი ადამიანია, მაგრამ რაღაც მომენტებში უარყოფით პერსონაჟია, რაღაც საქმეებს ახორციელებს. უყურეთ. ეს დავარქოთ ნომერი მეორე პიროვნება რა. ეს ნომერი მეორე პიროვნებასთან ერთად გამოდის, ეს ჩემი ძველი ნაცნობი გამოდის ნომერი მეორე პიროვნებასთან ერთად გამოდის და მოდის ჩემი მიმართულებით. მე ვდგავარ აქ. ხა, მე ვიცი რომ ეს მე არ მიცნობს რა, ეხა ეს ტიპი ჯერ აქ რა უნდა და არც ვიცოდი. და იწყებს ლანძღვას გინებას, აი ადამიანი რო გარეთ გამოვა სადარბაზოდან და ვიზია გაბრაზებული ხო არ იცი. წამოვიდა ჩემი მიმართულებით. თურმე ჩემზეა გაგიჟებული. აქ გამახსენდა რომ მე დამესიზმრა, აი აქ უკვე სიზმარში გამახსენდა რომ მე იმ ღამეს დამესიზმრა, რომ ეს ტიპი გამოვიდა და მე დამჭრა. ნუ რაღაცა თანით რა და აჭრილობა მომაყენა. მოვიდა დამიწყო ძიძგილაობა მთელი ამბები. ხალხი არ იყო მან, ვაფშე არ ვინ არ იყო ჩვენ ორი მე და ეგორნი იყვნენ და ესე იგი ვინმე შეიძლება კიდე ერთი იყო ვინმე მეგობარი იდგა ვიღაც ჩემ მე მგონი კიდე. მოკლედ ჭიდაობა მიდიოდა მთელი ამბები და მოკლედ გინდა თუ არა უნდა დავბრიდო რა, ჩემზე იძახის ეს ტიპი რა. ხო და ესე იგი ამოიღო რა სახში მაქვს ესეთი შავტარიან პატარა სამზარეულოს დანა რა და თითქოს ჩემ სამზარეულოს მაგ დანას გავდა და პატარა იყო და მეთქი ხა მოდი მოვაჩვენებ თავს ოღონდ ეს თავამან თავი გამანებოს თქო. მოვაჩვენებ თავს რომ დამჭრას თქვა, ცოტას დამჭრას ხო არ ისე რომ არ მომკლას თქო. მაგას ეგონოს რომ მომკლა თქო რა. რაღაც ეგეთი სისულელეები ხო ხვდებით ხა სიზმარში ხდება. და ვითომ აი გულის ხარეს თითქოს კაი ჯანდაბას გამიყარე დანა თქო რა და თითქოს შემარჭოდა. მე ხა იმხელა ეს არის თითქოს იმ ადგილზე გული არ იყო თლად ბოლომდე და გამახსენდა რომ გული ნეკნებს გულმკერდის შუაშია და რაღაც სისულელეები სიზმრისეული ხო ხვდებით. და ვითომ დამჭრესავით და იმას გონია რა ხა მოვკვდები და მე ამ დროს არაფერი არ მომსვლია. და აი აქ ბესედკაში არავინ არ იჯდა. და უყურეთ. გამოვდივარ, წამოვედი აქ ვიღაც ჩემ მეგობართან ერთად, მოკლედ რაღაცას ბურტყუნობ ჩემთვის ასე უზავ, ისე უზავ, გაბრა და იჩხობის დროს რო ხდება ხოლმე. აი ნახე მაგას რა უქნა, მაგას თელი ცხოვრება სანანებელი ექნება რაღაც იქით-აქეთ ამბები, ანუ ოღონდ რეალობაა ხახმა ჩვეულებრივი რეალობაა. აი ამ მარშრუტს გავყვეთ, წამოვედი აი ამ მარშრუტით საცხობთან. ხო და ესე იგი
და მალევე მოუბრუნდი 1-2 წუთში რა უკან რა. მე მეთქი უნდა ჩავარტყა თავში რაღაც რა ამ ტიპს. მოვდივარ აი ხა აი ამ მარშრუტით, მოვდივარ ამ მარშრუტით. აი გვერდზე ბესეთკასთან ველოდები რომ იქ უნდა იყოს. მივედი და აქ უკვე რაღაცა ხალხი არიან დამსხდრები რა. აი აქეთ ხალხი ზის მამაკაცები ხო კორპუსელები ნაცნობები ჩვეულებრივად, თქო ცოტა მეტი ვიდრე სხედან ხოლმე და რაღაც ზიანდა სხედან ხოლმე რა. მივედი და ერთ-ერთ ესე აი ძმაკაცზე პლაშზე რო იმაზე დუტის კურტკაზე რო ზურგიდან რო ხელს დაარტყა რა გაშლ ხელს აი ვითომ აი მოდი გადაგკოცნოს ვარიანტი რა რაღაც ესეთ ვარიანტი რა ნაცნობს. მაგრამ ცოტა აგრესიულად დავარტყი რომ მოდი მეთქი აი ხა ყოფა უნდა გიტირო რაღაცა ვითომ ჩხუბი უნდა ატყდეს რაღაცა შე რო გონია რომ მომკალი ვერ მომკალი და რაღაც ეგეთ სისულელები. ტიპს დავარტყი ხელი მოტრია და ვისაც ველოდებოდი ის მამაკაცი საერთოდ ჩემს სიზმარში რაშუაში იყო მოტრიალდა ტიპი და ვაფშე არის სხვა ანუ ერთ-ერთი კორპუსელი თუ რაღაც მეზობელი ვაფშე სხვა გაიჩნდა მე დავაკვირდი გარშემო ხალხი ზიან და სხედან და ბიჭო უყურებ რომ ზუსტად 2 წუთით გავედი და ეს ხალხი აქ ესე ვერ გაჩნდებოდა რა და ანუ ხალხი დამსხდარია და რაღაცა ზაკუსკას მიირთმევენ რა რაღაცას ჭამენ რა თუ მე მივხვდები რომ ანუ აქ ერთ-ერთი მეზობლის ძმაკაცის ბებია გარდაიცვალა და იმის გასვენება იყო და რაღაცა იმ გასვენების სუფრაა თითქოს რა თუ ვაფშე სხვა ხალხია ესე იგი ბოლო ხმაზე მყვიროდი რა იმ მეგობარი 1-2 მეგობარი ვინც მახლდა მეთქი ის ტიპი საწავიდა თქო რა ტიპიო ის ტიპიო თან მე მგონი მოსაღალმოებული იყო უკვე ანუ შეცვლილი რეალობა დამხვდა 2 წუთში ეხა ვიღაცა ხა ვიდეოს რო უყურებს იქიდან არხეინად დაგიკომენტარებს რა თქმა უნდა რომ რა პრობლემა არისო სიზმარშიო რეალობა თუ შეიცვალაო ჯერ ვაფშე გასაკვირი ის არისო შეიძლება ადამიანს გითხრას რომ საერთოდ ის უნდა გიკვირდეს რო დაბრუნდეს საერთოდ ის რეალობა ისე ზოგადად რეალობაა და თუნდაც ის ბესეთკა მაინც რო დაგხვდა მაგაზე თქვი მადლობაო არა თუ ხალხიო მესმის მაგრამ ეგეც გასაკვირია რომ დამხვდა მართლა მაგრამ მე ხო ამ მომენტში აი როგორც ახლა მე ვიდეოს ვწერ და ვიცი რომ რეალობაში ვარ მე ამ მომენტში მე ხო ვიცოდი რომ რეალობაში ვიყავი ანუ სიზმარი უკვე დასიზმრებული მქონდა და ოღონდ სიზმარშიც ვიყავი რა და თავი მგონი მე აქ გამოღვიძებული მომტრიალდი და ფიზიკურად ეს 2 წამში იმდენი ხალხი და სუფრა ვერ გაჩნდებოდა და ყვირი ვარ აი შოკი მქონდა სრული შოკი მენა ყვიროდი რასაც ქვია მეგობარს ყვიროდი აი რომ გეუბნებოდი მეთქი ვიდეოებში და რაღაცა რომ რეალობის შეცვლა შეუძლიათ ამათ მეთქი რა ის ტიპი ვაფშე გაქრა მეთქი და აქ ვაფშე სხვა ხალხი ანუ რაღაცა სუფრაა და ხალხია და მეზობლები და აი სრული შოკი მქონდა რა მე გადავიდა სიზმარი კიდე უბრალოდ მე გამომეღვიძა აი გამოუშტერდი რასაც ქვია გამოუშტერდი მე ეს ძიდიაზე გავაგრძელე შევიბრუნე ძილი და მე კიდე საერთოდ სხვა სიზმარი დამესიზმრა და ნუ იქაც ისეთი ძველი ნაცნობები გამოვიდნენ ერთი კიდე ვიღაცა მომწონდა ადრე ის გაიჩითა სადღაც მიდიოდა მოდიოდა რაღაც მე რაღაცა ინტრიგები აიხლართა მაგრამ იმდენად რეალური იყო აი გეუბნებით ხალხო შოკში ვიყავი ხა ვისაც განუცდი ამ მსგავსი რამ ის გაიგებს სიზმარი ბევრს უნახავს მაგრამ აი ესეთი სიტუაციის ესეთი დალაგება რომ სიზმარი ნახე გაიღვიძე გამოდიხარ აქ რაღაცა ჩხუბი მოგდის რაღაც ის არის დაძაბული სიტუაცია მოდიხარ იცულება სიტუაცია და შენ თავი გგონია სრულიად რეალობაში რა აი სრული შოკი მქონდა რა ხო და მოგეთ ეს იყო რა მეტი არაფერი აქ სათქმელი არა მაქვს უბრალოდ მსგავსი ტიპის განსაკუთრებული სიზმარი რაც მექნება აუცილებლად ჩავწერ ხოლმე იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ჩავწერო და დავდო იმიტომ რომ მე ანუ სქემის აწყობას რო დავიწყებთ ეს სამყაროები როგორ მუშაობენ იმიტომ რომ ანუ რანაირად იგება ეს სამყარო ანუ ის ადგილი თუნდაც ნაცნობი თუნდაც უცნობი როგორ იგება თქვა ჩვენს ეგრეთ წოდებული მატერიალურ სამყაროში თქვა ეს კედელი ვიცი რომ იქ უკან არის გიფსომიკრული მე გავღებე რაღაცა ხელოსანმა გააკეთა თვითონ კორპუსი საბჭოთა კავშირის დროს აშენდა ეს დაფა ვაგზალზე ვიყიდე ანუ ხო ხვდებით ვიცი ამ ყველაფრის წარმომავლობა მე მაგრამ იქ მთელი სამყაროები როგორ შენდება ან აშენებულ მდგომარეობაში როგორ ხვდება ვინ აკეთებს ამას ხო ანუ არ შეიძლება რომ ყველაფერი ილუზია იყოს იმიტომ რომ ანუ აქ საუბარი რაზე არის იცით რომ თუ კი ნახეთ რაზეა საუბარი ხახნო
თუ კი, აი ხა მე PUBG-ს თამაში PUBG რო არის, იქ PUBG-ს თემაში სიმულაციასთან დაკავშირებით ვიდეო ჩავწერე და მაგაზე მე YouTube-ზე აუცილებლად შევეხები. კიდე ეხლა რაღაც ვიდეო უნდა ჩავწერო და ეხლა იქიდან ანუ თვითონ PUBG-ს თამაშიდან მინდა ავიღო ერთი მაგალითი. აი შეხედეთ რისი თქვა მინდა აი რახეთ რაზე არის საუბარი ერთ წამის სადაც წავშალო. მოიცადეთ. აი ხო ერთ აი შეხედეთ რისი თქვა მინდა. ეს ყველაფერი იმდენად რეალურია იქ რომ როდესაც მე ეს სიზმარში რო ვიყავი და თავი რო რეალურად მეგონა რა სიტყვაზე ეს არის სანაპირო და თქვა აქეთ არის ჩვეულებრივად ხმელეთი PUBG-ში ნახეთ რა ხდება თამაში PUBG ვინც იცის ახლა ის მიხვდება ტელეფონის თამაშია ერთ დეტალს შევეხები მარტო აი ხმელეთი და ეს არის ზღვა რა, ოკეანე ან რაღაცა ზღვა რა ვთქვა. PUBG-ს თამაში ამ სიმულაციაში ტალღები არ იყო. ან ნახეთ რისი თქვა მინდა. აი ტალღებს რო ემოძრავა, წინა განახლებებში არ ყოფილა. ხვდებით? ან საერთოდ ტალღა არც ყოფილა და არც მოძრაობდა. ეხლა ახლანდელ თამაში, ანუ ამ სიმულაციის თამაში არის ტალღები მოძრაობენ. აი საერთოდ რისი თქვა მინდა, იცი რომ აი საერთოდ არ განსხვავდებიან ეს ტალღები რეალობისგან. ჩვეულებრივად ახლა რა თქმა უნდა თვითონ თამაში ხელს ვერ შეყოფ და სისველეს ვერ იქნოთ. მაგას თავი გავანებოს, მაგრამ ვიზუალურ ხარეზე გეუბნებით, ნახეთ? ოღონ ეს მე მესმის რომ ზოგს სისულელე გონია მე რასაც ვლაპარაკო, მაგრამ ეგ ეგრე არ არის. უბრალოდ კარგად დაფიქრდით, მოიხსენით კომპლექსები და დაფიქრდით უბრალოდ. აი ხა ავიღოთ ხა რისი თქვა მინდა, ნახეთ? ანუ სიზმარი PUBG mobile ასე რომ ვთქვათ რეალობა აი სამი ვარიანტი შეხედეთ ხა უბრალოდ რისი თქვა მინდა როდესაც აი ხა ამ ბოლო განახლებებში უკვე PUBG-ში დაემატა ტალღების მოძრაობა, ანუ როდესაც ამ მანქანით ფეხით ზღვას როცა მიუახლოვდები რუქაზე რა, ჩვეულებრივ როცა თამაშობ, შეგიძლია ზღვაში შეხვიდე, გამოხვიდო, გაცურო, გამოცურო, კატერები აყენია, ნავები, რაღაცები. ხო და ეხლა დაემატა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტალღა, ანუ ჩვეულებრივად როგორც რეალობაში ზღვაზე, თუნდაც აი ბათუმში დგახარ და შავ ზღვას მოაქვს ტალღები, ზუსტად ანალოგიური ტალღები მოდის PUBG-ში. ეხლა მე ვსვამ შეკითხვას. რა განსხვავება არის ჩვენს ეგრეთ წოდებულ სიმულაციურ თამაში მომავალ ტალღებსა და PUBG-ში მომავალ ტალღებს შორის? ხელის შეხებას თავი გავანებ, აი ვდგავარ სანაპიროზე და არ შევდივარ წყალში. ანუ შეგრძნებითობის თემა გამოგვიწყოთ რა. განსხვავება საერთოდ არ არის. ხვდებით რა შეასაქმე, უკვე ტოლობის ნიშანი დგას. და აქ ამაზე არის ზუსტად საუბარი, რომ თუ კი მე აი სიზმარში მაგ შეგრძნება იმის, რომ მე ვარ რეალურად ან ცხოვრობ იმ მომენტში და რეალურად ის არის რეალობა. როგორ გამოვთქვა სათქმე ხა გავიჭერე. აი თუ გრძნობ რომ ეს არის რეალობა, რატომ არ არის ეს ყველაფერი რეალობა? ანუ როდესაც აქ გადმოვდივართ, რატომ ვამბობთ რომ ეს არ არის რეალობა, ხო? და აქ არის იმაზე საუბარი ხოლმე კონსპირაციულ თეორიებში, რომ იქნება ჩვენც აი ეს რეალობა რაც არის, იქნება ჩვენც ეხლა გვძინავს და სადღაც აი ავატარის ფილმის ვერსია რო განვიხილოთ, სადღაც ჩვენ გვძინავს და ეს სხეულები არის ესე ვთქვათ შემოსული ვართ რაღაცა კონკრეტულ სიმულაციურ თამაში რა და ნუ რაღაცა მატერიალური ტიპის ავატარის სხეულები გვაქვს ჩვენ და იქიდან თამაშობთ აქ. ანუ აი რა გარანტია გვაქვს რომ ჩვენ აქაც არ გვძინავს. ანუ აი აქაც დაახლოებით ძილის სიტუაცია არ არის და ეს რეალობაც არ არის სიმულაცია. რა გარანტია მაქვს? PUBG-ში თუ კი ანალოგიურია სიტყვაზე ტალღა, ასევე სიზმარში ის რეალობა არის ყველაფერი და აქაც ანუ იდენტურად, ანუ რეალურია იდენტურად. იდენტურია რა რეალობა სამივეში. და რაც შეეხება ხელით შეხებას მეგონი წინა ვიდეოში ვახსენე, რომ ერთადერთი რაც შეიძლება იყოს აი გამაერთიანებელი, აი მყარ სხეულს რომ მოკიდებ და
შეიგრძნო რომ ის ნამდვილად მყარია და რაღაცა სახელურს რომ მოვკიდე თქო სიზმარში მეგონი მოვყევი წინასწარ. მე სიზმარში მოვკიდე სახელურს ხელი და იყო მყარი. ანუ იყო მყარი, ხვდები ით რა შესაქმნა. აი რაღაც განსხვავებაა ამ თამაშის სიმულაციის სიზმარსა და რეალობას შორის. თამაშსაც დახვეწავენ და იქაც უკვე შეიგრძნოთ მე მაგასაც. განახდება მე და სხვა. ტალღა მოდის, აი გისვამთ კითხვას. გახარ ბათუმის სანაპიროზე. შენს წინ მოდის ტალღა. ბრძოლებათ, ანუ ის მოძრაობს და ტალღა მოაქვს რა იმას. დინებას თუ რაც არის. ზღვას რა, ზღვის ტალღა მოძრაობს. გახარ PUBG-ში და ტალღა მოძრაობს. ავიღოთ სიზმარიც და იქაც ტალღა მოძრაობს. რა განსხვავებაა ამ სამ შორის? აი ეს არის კითხვა. რა ვიცი, გაეცით თქვენ პასუხი. იმისათვის რომ მე პასუხი გავწე, ამიტომ ეს დასაკრავი სიზმრების არქიტექტურა, ამიტომ მოვიგონე და ამიტომ ჩანაწერებივით ვაწარმოოთ ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი მასალა მაქვს სათარგმნი, რომელიც დამატებით ინსტრუმენტად გამოგვადგება ჩვენ ამ ამბებში რა. და უყურეთ ფილმს Inception. ლეონარდო დიკაპრიოს ფილმი რომ არის დასაწყისი Inception, აი ეგ ფილმი სიზმრებზე რო არის, უყურეთ კიდევ ერთხელ და ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. აი ამის თქმა მინდოდა რა. დააკომენტარეთ თქვენი აზრებიც.